მაინც და მაინც უნდა მოკვდეს ჩვენი შვილები, ხო? უნდა მოკვდეს. ხმაური და დაპირისპირება იყო ბალდაში. კანიონის მცველები 750 დღეზე მეტია ტერიტორიის კერძო მოიჯარისათვის გადაცემას აპროტესტებენ და კერძო ინვესტორის გაყვანას მოითხოვენ. ადგილობრივების თქმით 29 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულების 3 წლიანი ვადა იწურება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ხელისუფლებამ არ გაახანგრძლივოს ხელშეკრულება. მოქალაქეები ბალდის კანიონის ტერიტორიაზე კომპანიის დაცვის თანამშრომელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. ჩვენი უკიდურესი ფორმა, რომ დედებს გადაგვეკეტა გზა და არ შეგვეშვა დაცვის თანამშრომელი. ამოვიდა პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი, რომ ესე იგი ჩვენთვის მოეწოდებინათ, მოგვიწოდებდნენ, რომ გზა გაგვეთავისუფლებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გზა გადაკეტილი არ გვქონდა, ერთადერთი ის იყო, რომ არ უშვებდით დაცვის წარმომადგენელს, ხო, დანარჩენისთვის გზა გახსნილი იყო თავისთავად, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო ჩემი აზრით უბრალოდ ის იყო, რომ პოლიციამ ეს დაცვის თანამშრომელი შეაპარა თავისივე მანქანით, მანქანით მეორე შესასვლელიდან, ესე იგი მეორე სოფლის შესასვლელიდან. ეს ნამდვილად არის სამარცხვინო ფაქტი, იმიტომ რომ პოლიცია მაინც მგონია რომ უნდა იგდეს ხალხის გვერდით და არანაირად არ უნდა იცავდეს თვითონ ამ კომპანიის დაცვის წარმომადგენელს და იმას კი არ უნდა ცდილობდეს რომ როგორც შეაპაროს პატარა ბავშვით მეორე გზიდან და დასვას ეს თავის მოვალეობის შესასრულებლად უნდა გაეთვალისწინებინა. ჩვენ ვითხოვდით რომ ჩვენთან მოსულიყო აი თუნდაც პოლიციის თანამშრომლების ისეთ ვითხოვდით რომ ჩვენთან მოსულიყო ზემდგომი ორგანოები, რომლებიც გაგვცემდნენ პასუხს იმაზე და რასაც ვითხოვდით. ჩვენ რას ვითხოვთ? დედები ვითხოვთ, რომ არ გაუხანგრძლივდეს ამ კომპანიას ხელშეკრულება, რადგან ეს გამოიწვევს კიდევ და კიდევ უარეს დაპირისპირებას ახალგაზრდებს შორის და ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები დაბრუნდნენ სახლებში ნორმალურად და იცხოვრონ ამ სოფელში ნორმალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არ გვინდა არანაირი დაძაბულობა. 3 წელია წნეხში ვართ. შეურაცხყოფაში განადგურებულები, ეს შვილები განადგურებულები, ოჯახები შეურაცხყოფილი, სოციალური ქსელებიდან დაწყებული და გვინდა ნორმალურად ვიცხოვდა ხალხმა, ვითხოვთ რას? ჩვენი მიწაწყალია ეს, ჩვენი სოფლის მიწაწყალია და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გასხვისდეს. ეს არის ჩვენი და უნდა გქონდეს ბალდის სოფელს, მოსახლეობას. ეს როგორც იყო აქამდე ყველასთვის ხელმისაწვდომი ისეთი უნდა იყოს დღესაც. ამას ვითხოვთ, მეც ხომ არაფერს არ ვითხოვთ, ხო? იმათ უნდათ რომ თავიანთი ჯიბეები გაისხელონ, ჩვენს მიწაწყალს ვიცავთ. გვინდა რომ იყოს ეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის გვინდა ეს. ხვალდაზე ჩვენი შვილები რას გვეტყვიან, რომ რატომ ვერ დავიცავით ჩვენ ეს, ხო? ეს არის ჩვენთვის სამარცხვინო რაღაცა და არ უნდა დავკარგოთ ყველანაირი ფასეულობას თუ დავკარგოთ. რაღაც უნდა დარჩენ, რატომ უნდა ეს ბავშვი? რა ინტერესი უნდა დაიკავონ იმაში, რომ იცხოვრონ თავიანთ სოფელში იქნება თუ საქართველოში. ყველაფერს თუ ყველაფერს თუ გადაუშვით და ყველანაირი მას თუ დაბრკოლებას შეუქმნით, მაშინ რაღა დარჩენია ამ ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა. დღეს ვითომ შემოაპარეს, მაგრამ ეს პროტესტი გაგრძელდება უკვე სხვა ფორმას მივცემთ, რადგან ვერ გვიგებენ და არ გვიგებენ და ადამიანება დაგვიგია. ეს არის რეალობა. ამიტომ შეპესე კანიონის 350 ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24130 კვადრატული მეტრი აუქციონის წესით 40 წლის ვადით გადაეცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე კანიონის ტერიტორია იჯარით გასცა.